ელექტრონულ ჟურნალში დავალების მოდულში გვაქვს პედაგოგისა და მოსწავლის ინტერაქტიული მუშაობის შესაძლებლობა. მოსწავლეებს აქვთ მასწავლებლის მიერ შექმნილი და მათთან გადაგზავნილ დავალებაზე პასუხის დაბრუნების საშუალება. ასევე მასწავლებელსაც შეუძლია მიღებული დავალების მოდულიდანვე შეფასება და საჭიროებისამებრ შესაბამისი კომენტარით დავალების მოსწავლისთვის უკან დაბრუნება რედაქტირების მიზნით. დავალების მოდულის ასარჩევად უნდა ავირჩიოთ დავალებები. შემდეგ სასურველი კლასი. როდესაც აირჩევთ სასურველ კლასს, გამოგიჩნდება თქვენ მიერ ატვირთული ყველა დავალება. დავალების განსათავსებლად უნდა აირჩიოთ დამატების ხილაკი, დაწეროთ სათაური, მიუთითოთ რომელი გაკვეთილის დავალებაა ეს, შემდეგ შესრულების ვადა, როდის უნდა ჩაგაბარონ მოსწავლეებმა დავალება. აუცილებელი არის საათის მითითებაც და შეტყობინებაში წერთ დავალების ინსტრუქციას. თქვენ შეგიძლიათ გაუღზიაროთ დავალება ყველა მოსწავლეს ან რამდენიმეს. ყველა მოსწავლე კლასში, რომელიც ირიცხება, არის ავტომატურად მონიშნული, მაგრამ თუ გინდათ, რომ რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს ან მოსწავლეებს გაუზიაროთ დავალება, მაშინ მოხსენით მონიშნები და დატოვეთ თქვენთვის სასურველი მოსწავლეები მხოლოდ. მას შემდეგ, რაც შეავსეთ მოცემულ ველს, შეგიძლიათ დავალებას მიაბათ ფაილი. ამისათვის უნდა ჩამოხვიდეთ ოდნავ ქვემოთ და ფაილის ატვირთვაში უნდა ატვირთოთ თქვენთვის სასურველი ფაილი ასეთის არსებობის შემთხვევაში. დავალების გასაგზავნად კი აირჩიეთ ხილაკი დამატება. თქვენ მიერ ატვირთულ დავალებას ნახავენ მოსწავლეები. მასწავლებელს შეუძლია ატვირთული დავალებები დაათვალიეროს დათვალიერების ხილაკით ან ის გახსნას. კონკრეტულ დავალებაზე შესვლის შემდეგ, მასწავლებელს გამოუჩნდება კლასისა და საგნის წარწერის ქვემოთ მოსწავლის მიერ გადმოგზავნილ დავალებაზე შესაძლო რეაგირების პანელი. პანელიდან ჩანს, რომ სისტემა ცალ-ცალკე სტატუსს ანიჭებს როგორც შეფასებულ, ისე შეუფასებელ და უკან დასაბრუნებელ დავალებებს. ამ ეტაპზე მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილი დავალება არ არის, ასევე მასწავლებელს შეუძლია იხილოს დავალების ინსტრუქცია. ეს გახლავთ მოსწავლის ხედვა დავალებების მოდულიდან, საიდანაც მას შეუძლია იხილოს მასწავლებლის მიერ ატვირთული დავალება და გააგზავნოს ის. მოსწავლეს შეუძლია დავალება დაათვალიეროს, ან შევიდეს და ისე ნახოს დავალების ინსტრუქცია. დავალებაზე შესვლის შემდეგ, მოსწავლეს შეუძლია დავალება კვლავ დაათვალიეროს, ნახოს ინსტრუქცია და ასევე შესრულებული დავალება მასწავლებელს გადაუგზავნოს შემდეგის სახით. შეუძლია მითითებულ ველში ჩაწეროს დავალება ან მიაბას ფაილი საჭიროების შემთხვევაში. ფაილის მიბმისთვის უნდა აირჩიოს ფაილის ატვირთვა, შემდეგ კონკრეტული ფაილი და დააჭიროს ხილაკის შენახვა. ამის შემდეგ მოსწავლის დავალება შეინახება, თუმცა გადასაგზავნად აუცილებელია აირჩიოს ხილაკი გაგზავნა. როდესაც მოსწავლე დავალებას გაგზავნის, მას გამოუჩნდება საინფორმაციო ფანჯარა, რომ მისი დავალება წარმატებით გაიგზავნა. როდესაც დავალებას გადაგზავნის, ის ნახავს, რომ მისი დავალების სტატუსი არის ჯერ შეუფასებელი. როგორ ხედავს მასწავლებელი მოსწავლის მიერ გადმოგზავნილ საშინაო დავალებას? მას შემდეგ, რაც აირჩევს საშინაო დავალებას, კონკრეტულ მოსწავლეზე დაჭერისას ეკრანის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება მის მიერ გამოგზავნილი შესრულებული დავალება. სადაც ხედავს მასწავლებელი მოსწავლის მიერ აკრეფილ ტექსტს და თუ მოსწავლეს ატვირთული აქვს დოკუმენტი, მას შეუძლია მითითებულ ხილაკით დაჭერით ნახოს ის, გადმოწეროს. თუ მოსწავლეს დავალებაში რამდენიმე დოკუმენტი აქვს მიბმული, მას შეუძლია აირჩიოს ხილაკი გადმოწერე ყველა.
ან გადმოწეროს კონკრეტულად ის დოკუმენტი მასწავლებელმა, რომელიც მას სურს. Როგორ შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლის მიერ ატვირთული საშინაო დავალება? მას შემდეგ, რაც ის დაათვალიერებს მოსწავლის მიერ ატვირთულ დავალებას, გამოგზავნილ დავალებაზე რეაგირებას მასწავლებელი ახდენს მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ არსებულ დამატების ხილაკზე დაჭერით. რეაგირების ხილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, საიდანაც მასწავლებელს შეუძლია დავალების პირდაპირ შეფასება ქულით, ან მისი ხელახლა გადაგზავნა გამომგზავნ მოსწავლესთან გარკვეული რედაქტირებისთვის. თუ ქულით შეფასება უნდა, მასწავლებელმა უნდა აირჩიოს შეფასება, დაწეროს განმავითარებელი კომენტარი და დააჭიროს ხილაკის შენახვა. ამის შემდეგ მოსწავლის საშინაო დავალებას შეეცვლება სტატუსი და ის გახდება შეფასებული, ხოლო შეფასებაც აისახება მის გვერდით. მასწავლებლის ეს მოქმედებაც აისახება, რა თქმა უნდა, მოსწავლის ხედვაზე და ის ნახავს, რომ სტატუსი მისი დავალების არის შეფასებული და დაწერილი არის ნიშანი. მასწავლებელს ასევე აქვს დაწერილი განმავითარებელი კომენტარი. მასწავლებელს შეუძლია დაარედაქტიროს დავალება, აირჩიოს ის, შემდეგ აირჩიოს რედაქტირება და წაშალოს კომენტარი, შეფასება, შეცვალოს ან საერთოდ წაშალოს. დავალების დაბრუნების გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩამოსაშლელი ველიდან უნდა აირჩიოს პედაგოგმა უკან დაბრუნება. ასევე ტექსტის ველში მასწავლებელმა უნდა მისწეროს მოსწავლეს კომენტარი, თუ რატომ უბრუნდება მას დავალება, რა უნდა მოიგმოქმედოს მოსწავლემ საპასუხოდ და ასე შემდეგ. დავალების უკან გადაგზავნის შემდეგ მოსწავლის მხრიდან მისი ხელახლა დაბრუნებამდე სისტემა მას მიანიჭებს სტატუსს უკან დაბრუნებული. კომენტარის დაწერის შემდეგ მასწავლებელმა უნდა აირჩიოს ხილაკის შენახვა. მოსწავლის დავალებას ენიჭება უკან დაბრუნებული სტატუსი, რასაც მოსწავლეც ხედავს, ის ხსნის დავალებას და ახლიდან შეეცდება, რომ გადაუგზავნოს მასწავლებელს დავალება მისი კომენტარის გათვალისწინებით. ამისათვის მან უნდა აირჩიოს ხილაკი რედაქტირება. მასწავლებლის მიერ შეფასებული მოსწავლეების დავალება გამოჩნდება ჟურნალის მოდულშიც, როდესაც ის აირჩევს კლასს, საგანს. შეფასება გამოჩნდება იმ რიცხვში, გაკვეთილზე, რომელიც მასწავლებელმა მიუთითა აღნიშნული დავალების შექმნის დროს. ამ შემთხვევაში მითითებული იყო 6 აპრილი და ჟურნალის მოდულშიც დავალების ნიშანი ჩანს 6 აპრილს.